უსაფუძვლო პოლიტიკური ამბიცია და დაპირისპირება ერთიანობის ნაცვლად ოპოზიცია კანდიდატებს და სიებს ისევ ვერ ეთანხმებს. გერმანიაში თათბირიდან გაირკვა, რომ ალეგო ელისაშვილს გახარიას ხმა არ აქვს. პარალელურად ლელოში პარტიულ სიაში ადგილებსაც ვერ იყოფენ. მეგინ არსავიძე გვერდება. კოლექტიური ნაცმოძრაობის ორი განაყოფი, რომლებსაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაევალა, ამ დრომდე ვერც პროგრამაზე საუბრობს და ვერც საერთო კანდიდატებზე შეჯერდა. ლელოში და გიორგი გახარიას პარტიაში ახლა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელ ადგილს დაიკავებენ ურეიტინგო პარტიების სიებში. სახელმწიფო გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს დაპირისპირება უშინაარსოა, რადგან არჩევნებზე ხალხი რადიკალებს უარს კიდევ ერთხელ ეტყვის. თაღლითობაში მხილებული ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შერჩეულ ელისაშვილს ქვეყნიდან გაქცეული გახარია იწუნებს. კანდიდატების წარდგენამდე თვეზე ნაკლები დარჩა და ქრონიკის ინფორმაციით კოლექტიური ნაცმოძრაობის ორი განაყოფი შეთანხმებას ვერცერთ საკითხზე ვერ აღწევს. გახარიასთვის მიუღებელია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ელისაშვილმა ვერ უარყო, რომ ქვეყნიდან გაქცეული ურეიტინგო პოლიტიკოსის კრიტერიუმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და ამ საკითხზე კომენტარი არ ისურვა. ძალიან კოორდინირებულად მოქმედებთ. გახარიას გუნდისთვის თქვენი კანდიდატურა. თქვენ რატო გეტყვით, რაზე არის თანახმა გახარია და რაზე არ არის? ქრონიკის კითხვების შიში ისევ ვერ დაძლია გახარიას პარტიამ, სადაც მედიასთან შერჩევითად თანამშრომლობენ. ირკვევა, რომ ორ პოლიტიკურ ძალაში რეიტინგისგან განსხვავებით ამბიციები დიდი აქვთ. დაპირისპირებაა სიებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, ლელოში პარტიულ სიაში პირველობაზე პრეტენზია აქვთ ლანა გალდავას და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს. პოლიტსაბჭო კი ვატო სურგულაძის კანდიდატურას განიხილავს. ორ პარტიაში არსებული გაურკვევლობა არ უკვირს საპარლამენტო ოპოზიციას. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ რადიკალებმა რეალური სახე მათივე მხარდამჭერებსაც აჩვენეს. ნაცმოძრაობას და მათ ფილიალებს არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც ექნებათ არც ერთ არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის დედა ნაცმოძრაობაში და ამიტომაც არის მონაწილეობას არ ღებულობენ. შეეხება ლელოს და გახარიას, ასევე აქაც რა თქმა უნდა უშანსოდ იყვნენ და გამოჩნდა კიდეც ერთი თვეა თვენახევარი დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ. არამც თუ 64 მუნიციპალიტეტში ჯერ დედაქალაქშიც კი ვერ შეთანხმდნენ. ორი სუბიექტია, ორი ფილიალია ნაცმოძრაობის და აქვთ ჭუბი ერთმანეთში ვინ სად რომელ კანდიდატურას დააყენებს. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ პარტიებში დაპირისპირება უშინაარსოა, რადგან კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. აქვე მმართველი პარტიის წევრების განმარტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია იბრძვის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის და ხალხის ინტერესები არ ახსოვთ. ამბიციები აქვთ ბევრი და უსაფუძვლო. ოპოზიციას პროგრამა არ აქვს ზოგადად. ეუბნებიან პირდაპირ, რომ უნდა გადატრიალება მოხდეს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი ყველა სტატისტიკით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს გაცილებით ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ჩართავს იმ პროცესებში, რომელიც მის გრევას გამოიწვევს. ამ ფორმულას გვთავაზობს სხვა არანაირი პროგრამა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ რაღაცა შეიძლება ხან დოლზე დაუკრან, კიდე აკრობატული ნომრები გვაჩვენონ. ეს ორი პარტია და მის ლიდერები საკუთარ ამორჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად იყვნენ პოლიტიკაში და იბრძოდნენ, თუმცა ალბათ სწორედ მათი ამორჩეველი ყველაზე კარგად ხედავს, რისთვის იბრძვიან ერთმანეთში, როდესაც ელემენტარულად კადრებთან მიმართებითაც ვერ ერთიანდებიან. ნათლად ჩანს რა არის მათი ძირითადი მოტივი. მოტივი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იმ მავნებლური თუ კერძო ინტერესების პოლიტიკის გატარება, რომელიც ამ ადამიანებისგან არაერთხელ გვინახავს, რა თქმა უნდა, ამ პარტიებს ნული აქვს ჩანსი, რომ რაიმე ხელშესახები წარმატება მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორც გაირკვა, ქვეყნიდან გაქცეულ გახარიასთან კუპრაძეს სიჭინავას ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. მეტიც ორი პარტიის უმძიმესი მდგომარეობა ვერც იმ უცხოელმა პატრონებმა შეამსუბუქეს, რომლებსაც ორი ურეიტინგო პარტიის რიგითები შეხვდნენ. შეხვედრა სიახლით მხოლოდ ელისაშვილისთვის დასრულდა, რომელმაც გაიგო, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის განაყოფებისთვისაც კი მიუღებელია.